კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 5-ზე. ახალ ამბებს ნუცა კოპალიანი გაგაცნობთ. გამოშვებაში თქვენ ნახავთ. არასამთავრობოები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს ტოვებენ. ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში პრეზიდიუმის ხდომა მიმდინარეობს. პირდაპირი ჩართვა რამდენიმე წუთში. არასამთავრობო ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე სამუშაო ფორმატს ეთიშებიან. ამბობენ, რომ აზრი არ აქვს იმ ფორმატში შეხვედრებს, სადაც მათ პოზიციას არ ითვალისწინებენ. თუმცა აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის განხილვისას საკომიტეტო ფორმატებს აუცილებლად გამოიყენებენ. მესამე სექტორს 5 პრინციპულ საკითხზე აქვს მოთხოვნა. კოალიციად ვთილობდით, ყოფილიყავით კონსტრუქციულები და ამავდროულად პრინციპულები და სამუშაო ფორმატში მონაწილეობისას დაგვეყენებინა რამოდენიმე ისეთი საკვანძო საკითხი, რომლის გარეშეც უბრალოდ აზრი არ ექნებოდა მონაწილეობას ამ შეხვედრებში. ამ ფორმატში აღარ აქვს აზრი ამაზე მსჯელობას, როცა იქნება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ საპარლამენტო ფორმატში, მათ შორის კომიტეტის განხილვები იქნება, ინდივიდუალურად დეპუტატებთან მუშაობა იქნება, რომ ესეთი სახით კანონპროექტი კანონად არ იქცეს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქცეოდით ამ ძალიან სუდი ინიციატივის შექმნის თანამონაწილე. ჩვენ ორი შეხვედრის განმავლობაში ვსვამდით პრინციპულ საკითხებს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და სამწუხაროდ შემხვედრი ნაბიჯები ვერ მივიღეთ პარლამენტის სპიკერისგან და რამდენიმე პრინციპულ საკითხზე, რომელიც რეალურად განსაზღვრავს, როგორი წესი გვექნება უზენაეს სასამართლოს დაკომპლექტების, შემხვედრი ნაბიჯები არ გადმოიდგა, რაც აჩვენებს იმას, რომ ამ პროცესში არ არის საკმარისი პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ მთავარი მიზანი იყოს მიღწეული. პოლიტიკური სპექტაკლი ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გადაწყვეტილებას სამუშაო ფორმატის დატოვების შესახებ. როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდე, აცხადებს ირაკლი კობახიძე. არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი იყო გუშინ სხდომაზე, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას, ეს არის ეგრეთ წოდებული კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის. თუ არ ვცდები, იყო ბატონი გიორგი მშვენიერაძე წარმოადგენელი, ეს არის ის გიორგი მშვენიერაძე, რომელიც იყო პირდაპირ ჩართული მაგალითად წინასაარჩევნო კამპანიაში. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ამ ადამიანის და შესაბამისად ამ ძალების პოლიტიკური ინტერესი არის თვალსაჩინო, ისინი იბრძოდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ისინი იბრძვიან ამ შემთხვევაშიც კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და მე შეგახსენებთ, რომ ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ბატონი გიორგის სხდომის დატოვების თაობაზე, მას უკვე დილას ჰქონდა გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მოგვიანებით დატოვებდა სხდომას არაპირდაპირი ფორმით, მაგრამ ის მოუწოდებდა ასევე სხვა მხარეებს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ასე ვთქვათ სამუშაო პროცესში. ეს არის ბუნებრივია სპექტაკლი, პოლიტიკური სპექტაკლი და როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ბუნებრივია არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე შეხვედრა გუშინ პარლამენტში გაიმართა. ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. თუმცა კოალიციამ გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არამოსამართლე წევრებმა. როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ყველას პოზიციას განიხილავენ და შეხვედრები გაგრძელდება. გედევან ფოფხაძემ ფრაქცია ქართული ოცნება დატოვა. შესაბამისი განცხადებით მან ფრაქციას უკვე მიმართა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. თავად ფოფხაძე კი დეტალებზე ორშაბათს ისაუბრებს და სავარაუდოდ პარტიასაც დატოვებს. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს ეკაბესელიას განცხადებების შესახებ დაუსვეს კითხვა, თუმცა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ემოციურ კომენტარებს ვერ შეაფასებს. თქვენ იცით, რომ რამდენიმე წევრმა ჩვენი პარტიის თავად დატოვა პარტიის შემადგენლობა გუშინ მე პირადად როგორც ამ შემთხვევაში ფრაქციის ხელმძღვანელს განცხადებით მომართა ფრაქციის დატოვების შესახებ გედევან ფოფხაძემაც და მან როგორც ვიცი პარტიასაც მიმართა ასეთი განცხადებით. ზოგადად არის ძალიან სამწუხარო, როდესაც პარტიას ტოვებენ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანაგუნდელები, მაგრამ მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება
ასევე ძალიან სამწუხაროდ იმ მიზეზის გამო, რომ მმართველმა გუნდმა არ მისცა ხმა არაკონსტიტუციურ კანონს. იმის იქით, რაც არ უნდა ლეგიტიმური მიზნები იყოს, რაც არ უნდა ემოციურად ემოციებს და პიარზე გათვლილი კამპანია იყოს დაგეგმილი, ჩემი აზრით ეს არის პოლიტიკური შეცდომა. გუნდში არც და სხვადასხვაობა, ეხა პირველი არ არის და არ მგონია რომ ეს არანორმალური რაღაც მოვლენა იყოს, მაგრამ პრობლემა სხვა არის. საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე და სიზუსტე. აი აქ ჩვენ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გარკვეულ არ მინდა ვთქვა, მაგრამ პოპულიზმთან, როდესაც პოპულარული აზრი უფრო ისმის, ხმამაღალია და სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება. მით უმეტეს შემოტანილი კანონპროექტი არ ხსნის იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. ეს იყო პროცესების ლოგიკური გაგრძელება, ამ პროცესებს ჩვენ თვალყურს ვადენებდით ყველა ერთად, რაც შეეხება განცხადებებს, ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს, მე კომენტარს არ გავუკეთებ, ასე აჯობებს ალბათ და ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე ზოგადად არ გააკეთონ ხოლმე განცხადებები. შეიძლება ყველაფერთან დაკავშირებით გაგრძელდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივია გუნდის ერთიანობის შენარჩუნება, ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია გვექნება მსჯელობა გუნდის შეგნით. მიმდინარე საკითხების დეტალურად განხილვის მიზნით პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან გამართავს შეხვედრებს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეხვედრების მიზანია, რომ ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებების სხვადასხვა საკითხზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი. აქციის ფონზე მიმდინარეობს ჯიუდოს ფედერაციაში პრეზიდიუმის ხდომა. დახურულ კარს მიღმა ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებასა და სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტზე მსჯელობენ. ფედერაციის გარეთ კი მოქალაქეები პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვენ. სანდრო გამსახურდია მუშაობს ადგილზე. სანდრო, რა ხდება ამ დროისთვის? ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის ხდომა დახურულ კარს მიღმა თითქმის 2 საათია, რაც მიმდინარეობს. რა ვითარებაში მიმდინარეობს მსჯელობა პრობლემატურ საკითხებზე, ეს არის ჩვენთვის უცნობი. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა, რასაც განიხილავენ პრეზიდიუმის წევრები, არის გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის არსებული კონფლიქტი. ზურა დათუნაშვილმა შეხვედრაზე შესვლამდე ისაუბრა მედიის წარმომადგენლებთან, მისი მოთხოვნა არის უცვლელი. ის ამბობს, რომ გეგეშიძემ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. გეგეშიძის გადადგომას მხოლოდ დათუნაშვილი არ ითხოვს. პრეზიდიუმის პარალელურად ფედერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. აქ შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. ისინი ამბობენ, რომ გეგეშიძე არის მოძალადე და მან უნდა დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი. შენ გადიხილავ? მე გენერალური მდივანი ვარ და მე მდივანი ვარ ხდომ. შენ რო ხარ გენერალური მდივანი ჩხუბობს, შეჯიბზე იჩხუბე შენ. მომისმენე ერთი წამი არავინ არ მდივანი ჩხუბობს. აი ერთი წამი დამშვიდი. ჩხუბობს კონკრეტულად ხო გინდა? გენერალური მდივანი ჩხუბობს. შენ და გამიხო. დაგი ერთი წამი აგრესიულად მუხარ. არა, არ გვინდა აგრესიულად და რაღაც ისე. შევალ და ნახოთ რას გადაწყვიტა. მაინტერესებს რომ ჩავხედო თვალებში ამ ხალხს რას გადაწყვიტა. მოლოდინი არ მაქვს რომ სიმართლე გაიმართო. ჩემი მოთხოვნა არის რომ გეგა გეგეშიძე უნდა დატოვოს თანამდებობა. თუ არ მოხდება ის, რასაც თქვენ მოიხავთ, მაშინ სამართალი არ ყოფილა და მე წავალ მაშინ და ჩემ თავს მივხედე. მოჭიდავებს შეგვიძლია დიალოგით გადავწყვიტოთ ის პრობლემა, რომელიც ყველას აღელვებს. იმიტომ რომ ყველა თქვენ აქ თითოეული თქვენთაგან ხართ იმისათვის, რომ დაინახოთ ის ერთობა, რაც ჩვენ საზოგადოება, ჩვენს ხალხს, ჩვენს ერთს ჭირდება და ამისათვის ვართ შეკრებილი და რაც არ უნდა კრიტიკულად ვიყოთ განწყობილი, გამოსავალი ყოველთვის არის. ამ წუთებში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდიუმის ხდომა დასრულდა. რამდენიმე წუთში ჭიდაობის ფედერაციაში გაიმართება პრესკონფერენცია, რის შედეგადაც გაირკვევა თუ რა გადაწყვეტილება იქნა მიღწეული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის ხდომაზე. მადლობა სანდრო გამსახურდია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე 5-ვე ბრალდებულ საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლაშა სიხარულიძეს იარაღის შეძენა შენახვა და განზრახ-მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. მის ბიძა ზაზა სიხარულიძეს, ასევე გიორგი დიდებულიძეს, მიხეილ ხაჩიძესა და ლევან პეტრიაშვილს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. ბრალდების მხარის მტკიცებით არც ერთი დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას იყენებს. შეგახსენებთ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ გარჩევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მეორე კი დაიჭრა. გამოძიება ამ დრომდე ეძებს ზვიად ჯაფარიძის მკვლელს. ეს არის ერთჯერადი კონფლიქტი, რომელიც განსაკუთრებით დასრულებულია და შემდგომი იქნება, ამიტომ გარკვეული უკმაყოფილება შეიძლება ორივე მხარეს კვლავ არსებობდეს და ასეთ შემთხვევაში თავისუფლებაში ყოფილი ბრალდებულების აქტიურად შეიძლება ვფიქრობ გამოძიებას. გუშინ გადმოგვეცა სისხლის სამართლის საქმის მასალები საკმაოდ გაუტანიანი, შესაბამისად აღნიშნულ საქმის მასალებს გაცნობა ესაჭიროებოდა და პირიქით შემიძლია დაუფრიდე ბრალდების მხარეს, რომ აუცილებლად მიჩნევს ჩვენებას და ეს ჩვენება იქნება სიმართლე. მის მიმართ არანაირი მომატებული რისკი არ არსებობდა იმისა, რომ ის ყოფილიყო წინასწარ პატიმრობაში. მის მიმართ გამოტანილი ყოფილიყო აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, იქიდან გამომდინარე, რომ მას არ ედავებოდნენ რაიმე ისეთი ქმედებას, რომლის განმეორების ან რისკი არსებობდეს, ან მას ჰქონდეს мотиваცია რაიმე მტკიცებულების განადგურების. არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებათა განადგურების, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, სხვა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები წარსულში იყვნენ ნასამართლეები, არიან ნასამართლეები, შესაბამისად დანაშაულის ჩადენის შემდეგ ისინი მიიმალნენ და ხელი ეშლება ამით გამოძიებას. ხულოში სოფელ წაბლანაში 4 წლის გოგონა სუნთქვის მწვავე უკმარისობით პნევმონიით გარდაიცვალა. ის ხულოს ავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გოგონას გარდაცვალების შემდეგ იმავე სოფლიდან გრიპის ვირუსის მსგავსი ნიშნებით კლინიკაში კიდევ 9 ადამიანი მიიყვანეს. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ახლა მათ გამოკვლევები უტარდებათ. პაციენტები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. სიცხე დაეწყო გუშინ წინ დღის მეორე ნახევარში. ტემპერატურა ჰქონდათ დარეგულირებული, მაგრამ სასწრაფო დახმარებით როგორც კი გადავიყვანეთ ხულოს სამედიცინო პუნქტში, იქ ჰქონდათ ზოგ ძალიან მაღალი ტემპერატურა, იყვნენ რამდენიმე 40 და 1 და 40-ით, დანარჩენებს ანალოგიურად ცოტა დაბალი. პირველად დახმარება აღმოუჩინეს, მერე რადგან ეგ გავრცელდა ეგ ვირუსულია, გადმოვიყვანეთ აქ. ძირითადი დიაგნოზი ეს იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა პნევმონიის ფონზე და მონაცემების საფუძველზე, რასაც ოჯახი გვიყვება 3 დღის ანამნეზში, მას არ ქონია მაღალი ცხელება, ანუ ტემპერატურა მაქსიმუმ ფიქსირდებოდა 38-მდე, თუმცა არ მიუმართია მას ოჯახის უბნის ექიმისთვის და როცა დამძიმდა მდგომარეობა, მაშინ იქნა სასწრაფო გამოძახებული. საგარეჯოში ტეგ დათვალიერების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მძღოლების ის ნაწილი ქალაქის ცენტრში შეიკრიბა, რომელთა ავტომობილებმა ტეგ დათვალიერება ხანდაზმულობის გამო ვერ გაიარეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და რეგიონის მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებას ითხოვენ. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რეგულაციებს არ გადახედავენ, მევენახეები ავტომობილებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის ვეღარ გამოიყენებენ. ეს მაშინ აღარ ექვემდებარება რემონტს. ეგ მარტო მე ვიცი, მაგისი ატიდო. მას ერთად რომ მივიყვანო, ის ვერაფერს გამიგეთ. უამისოდ. ქალაქი დაგრჩებათ მშივრები, ეს მაშინები აკეთებენ საქმეს ყველგან. ან შეხედეთ. ფუტკარი მყავ მე ვენახი მაგ. და ამ მაშინის გარეშე მე ვერაფერს ვერ გავაკეთე. მიდიხართ ეხლა მოზე გეუნევა, ეს გახაზულია გადაკრასკე. ამ ხალხს არ აქვს იმის ფული. მანქანაში აქვს გადახდილი 300 ლარი. და 1000-2000 ლარი უჯდება მანქანის გაკეთება და არა აგლეხ საშუალება. სოფელში გაუქმდეს, არა შემოწმდეს, რომ კონდეს მუხრუჭი, რომ არავინ ერთმანეთს არ დაეჯახდნენ, ქალაქში დააყენოს შესასვლელში ჭკვიანი კამერები, თუ დაინახეს ჩვენი მანქანები შესული ქალაქში, დააჯარიმონ, წაართონ, ყველაფერზე აი გეფიცებით ვაწერთ ხელსა. დანარჩენი ჩვენი მოთხოვნა ეგ არის, სოფელს გაანებონ თავი.
მიხეილ ბატიაშვილი უმაღლესი და პროფესიული განათლების საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მეცხრე საერთაშორისო გამოფენას ეწვია. ექსპო ჯორჯიაში მიმდინარე ღონისძიებაზე 12 ქვეყნის 100-მდე მონაწილეა წარმოდგენილი. დამთვალიერებელს საშუალება აქვს ერთ სივრცეში ნახოს, შეაფასოს და აირჩიოს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა. მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ყველა აბიტურიენტი გაეცნოს თვითონ უნივერსიტეტებს, უნივერსიტეტის პროგრამებს, მიიღონ მეტი ინფორმაცია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი პროფესიის არჩევისას, ვინც დღეს სკოლაში სწავლობს, რომ იგივე პროფესიას როგორ აირჩევენ, საუკეთესო საშუალებაა, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ, კონსულტაცია გაეღო. ეს არის შესაძლებლობა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნოთ. ჩვენს შესახებ გავაცნოთ ჩვენი პროგრამები, ჩვენი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსები, ამავდროულად მოვიზიტოთ მსმენელები, პოტენციური სტუდენტები. სოფელ რუისის მე-17 საუკუნის ეკლესიასთან საგვარეულო სასაფლაოები გადათხრილია. მის ადგილას კი მონასტრის ეზოა მოწყობილი. საცხოვრებელი კელიები და საყოფაცხოვრებო სივრცეები. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ვერც საფლაოების გადარჩენა შეძლეს და ვერც ცხედრების სხვა ადგილას გადასვენება. მონასტრის ეზოს მოწყობის გადაწყვეტილება მოძღვარმა მიიღო. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ინფორმირებულნი არ იყვნენ. რაც შეეხება ეპარქიას, რუის ურბნისის მიტროპოლიტი შიო ამ დრომდე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. აგერი ეკლესიის უკან იყო პაპაჩემის ძმა დამარხული, ძმისშვილი, დედა, მამა და ასე შემდეგ. ჩვენი გვარის ისინი ამ ეკლესიის გასწვრივ იმარხებოდნენ. ეხლაც არის გარეთ დამარხული, ამ იქით გარეთ. აქ ეს ამბავი რო გააკეთეს, მე არ ვიცოდი. და პრობლემები შემემთხვა რა ამ იმანთან რომ გაუჯვარი რატომ მომითხარეთ საფლავე და ზუსტად ასე მითხრა ყდელმა აგერა ვიძია მოვაგროვე ისაო ძვლებიო და მივე და ჩავმარხე აგერო და არც ვიცი სად ჩამარხა ვერავითად ჩამარხა. ამოვედით მოვიკითხეთ საფლავის ხო ვიპოვეთ რომელიც არის დამტრეული ჩვენი წინაპრის და იმის საფლავის ადგილას არის ეზო მოწყობილი. მონასტრის ეზო. ამოყრილი არის ძვლები, როგორც ველაპარაკებენ სოფლის წარმომადგენლებს, ამას ყველას ჭირის უფალი ყავს საფლავს, აქაც არიან. სულ ყველამ თქვა, რომ ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა, გააპროტესტეს, თქვეს, რომ წინაპრების ძვლები რატო შეურაცხავით, რატო გადაგვიყარეთ, მაგრამ არაფერი რეაქცია ამას არ ქონია. უბრალოდ მიჩუმდა ეს ამბავი და წავიდა. იცოდა მამაიობმა აქ საფლავები რა იყო? ეცოდინებოდა სოფელსაც სოფელმაც იცის აქ რაც ხდებოდა ჩვენ ასე დაგვხვდა ეგ გაკეთებული. 2 წელი, 3 წელი რა უკვე ეს გაკეთებული იყო. ვინ გააკეთა ეს? მამა გიორგი მამა გიორგი იყო და ზუსტად არ ვიცი წინამძღვარი და გავაკეთებდა თუ უკეთეს. 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პარლამენტის ეზოში პატივი მიაგეს. პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლება იუნკერთა ხსოვნისადმი მიზნელი ფოტოგამოფენაც დაათვალიერეს. ხარების სახელობის სამლოცველოში კი დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. ქეთს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე. რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და მათი გმირობის შედეგად არსებობს საქართველო. 98 წლის წინ მათ მიერ ჩადენილმა გმირობამ მოხდა ჩვენ საშუალება 70 წლის თავზე აგვედგინა დაკარგული სახელმწიფოებრიობა, აღვადგინეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მათ გმირობაზე დღემდე რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენ ასევე გუშინ გავიხსენეთ არჩილ ტატუნაშვილი, ჩვენი თანამედროვე გმირი, მათ მინდა კიდევ ერთხელ პატივი მივაგროთ. ეს ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის, ჩვენთვის ყველასთვის არის სიმბოლო თავდადების, პატრიოტიზმის, შემართების, სიცოცხლის სიყვარულის, რომლისთვისაც გაწირეს თავისი სიცოცხლე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივს სცემდეთ და მივაგებდეთ ღირსეულ ყურადღებას, როდესაც 23 თებერვალი არ არის მხოლოდ. ყოველდღიურად ალბათ უნდა გვახსოვდეს ჩვენ ცხოვრებაში და მუშაობაში რა დაგვიჯდა დამოუკიდებლობა, საიდან მოვდივართ
და რა ფასეულობებზე დგას ჩვენი ქვეყანა. დღეს არის ის დღე, როდესაც 21 ძალიან ახალგაზრდა გმირი ადამიანი დაკრძალეს ამ ტაძრის ეზოში და ასეთი გმირობის მაგალითებზე დგას ჩვენი ქვეყანა. 22 წლის იყო შალვა ერისთავი, რომელმაც გადაარჩინა თავისი ასეული და სანგარში შეუვარდა მე-11 არმიის ოფიცერს და ტყვიან ფრთებს გადაიფარდა, მაგრამ მაყაშვილი იყო 19 წლის. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო ემოციურად ვუდგები ალბათ ამ საკითხს. ასეთი ადამიანების გახსენების, ასეთი ადამიანების გმირობის მაგალითებზე უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები. ახლა მსოფლიოში განვითარებული მოვლენები ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე დაპირისპირების დროს 15 წლის მოზარდი დაიღუპა. 40 ადამიანი კი დაშავდა. მორიგი შეტაკება პალესტინელებსა და ებრაელ სამხედროებს შორის პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ მოხდა. სამხედროებმა პალესტინელების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ისრაელის განმარტებით მიზეზი დემონსტრანტების ქმედება გახდა, რომლებმაც სამხედრო მოსამსახურეების მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლეს. ღაზის სექტორის საზღვართან დაბრუნების დიდი აღლუმის სახელით ცნობილი აქციები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ვენესუელაში ბრაზილიის საზღვართან არეულობის დროს 2 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. მოქალაქეები ბრაზილიიდან ჰუმანიტარული დახმარების გადატანას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ათობით ადამიანი ბრაზილიის საზღვართან მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ნიკოლას მადურომ ქვეყანაში ამერიკული ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შესაჩერებლად მეზობელ ქვეყანასთან ყველა საგუშაგო ჩაკეტა. ვენესუელისა და კოლუმბიის დამაკავშირებელი ხიდის მეორე მხარეს ოპოზიციონერებისგან დაახლოებით 200 მეტრში კი მადუროს მხარდამჭერი შეკრება მიმდინარეობდა. სწორედ კონცერტის შემდეგ მოხდა სამხედრო მოსამსახურეებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება. აქცია კონცერტი ბრაზილიისგან განსხვავებით ექსცესების გარეშე დასრულდა. დონალდ ტრამპმა გაეროში შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე კელი ნაიტკრაფტის კანდიდატურა დაასახელა. გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პოსტზე უარი თეთრი სახლის პრესმდივანმა ჰეზერ ნაუერტმა განაცხადა. ამერიკულმა სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავმა რუსეთის ცაზე ქალაქ ჩიტას გადაუფრინა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები პენტაგონის პრესმდივანზე დაყრდნობით წერენ. ამავე წყაროს ცნობით 2017 წლის ნოემბრის შემდეგ ეს პირველი სადაზვერვო მოქმედება იყო. ხანგრძლივ შესვენებას კი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობით ხსნიან. ღიაცის შეთანხმებას 1992 წელს ჰელსინკში მოეწერა ხელი. მასში ეუთოს წევრი 23 ქვეყანაა გაერთიანებული. შეთანხმება მათი ინფორმაციის შეკრების მიზნით სადაზვერვო ფრენების საშუალებას აძლევს. მოლდოვა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, მასში 15 პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობს. თუმცა მთავარი კონკურენტები მმართველი დემოკრატიული პარტია და სოციალისტური ბლოკი ახლა არიან. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ მოსახლეობის ნდობა კორუფციული სკანდალის გამო მნიშვნელოვნად დაკარგა. არჩევნები მოლდოვაში ხვალ 24 თებერვალს გაიმართება. ათასობით ახალგაზრდამ პარიზში საპროტესტო მარში მოაწყო. ახალგაზრდები კლიმატის დაცვას და გლობალურ დათბობასთან ბრძოლის გააქტიურებას ითხოვდნენ. ანალოგიური მანიფესტაციები გაიმართა ევროპის სხვა დედაქალაქებშიც. აქციების მიზეზი გაეროს მონაცემების გამოქვეყნება გახდა, რომლის მიხედვითაც გასული 4 წლის განმავლობაში წელს ყველაზე ცხელი ზამთარი დაფიქსირდა. სუდანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო. მიზეზად კი ეკონომიკური რეფორმა და სტაბილურობის შენარჩუნება დაასახელა. სუდანის ლიდერმა პარლამენტი და პროვინციების გუბერნატორებიც დაითხოვა. 3 გრემის მფლობელ ამერიკელ მომღერალს არკელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ოფიციალური ბრალდება მუსიკოს 10 ეპიზოდში წარუდგინეს. ზოგიერთი მათგანი კი 13-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება. ამერიკული მედიის ცნობით არკელის წინააღმდეგ პირველი სასამართლო მოსმენა 8 მარტს გაიმართება.
ლოს-ანჯელესში ოსკარის გადაცემის 91 ცერემონიისთვის მზადება კულმინაციას აღწევს. წითელი ხალიჩა უკვე დაგებულია. მეტეოროლოგები კი ვარაუდობენ, რომ დაჯილდოების დღეს პირველად ნახევარი საუკუნის განმავლობაში ანგელოზების ქალაქში შეიძლება თოვლი წამოვიდეს. განსაკუთრებული იქნება წლევანდელი ოსკარი იმითაც, რომ მას წამყვანი სავარაუდოდ არ ეყოლება. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები. დღის ყველა სიახლე შეგიძლიათ წაიკითხოთ იმედი ნიუზ-ზე. ქრონიკა კი საღამოს 8-ზე თეა სიჭინავასთან ერთად დაბრუნდება პირდაპირ ეთერში. ნახვამდის.